ეს ფოტოები ამ აქციების მთავარი სიმბოლო უნდა გამხდარიყო. თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი უნდა ეჩვენებინა. ხალხის შეუდრეკელი სული უნდა დაეხატა და თავგანწირვის დემონსტრირებად უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამ შთაბეჭდილებებზე უნდა გვესაუბრა. ამ განწყობებს უნდა დავემუხტეთ. მოსახიბლად ნამდვილი რომანტიკული სცენები დადგეს. რომ არ გვენახა ის, რაც სინამდვილეში ამ ერთი შეხედვით გულისამეჩუყებელი კადრების იქით ხდებოდა. ეს კადრები ოპოზიციის არცერთ პროპაგანდისტულ არხზე არ გასულა, არც ხაზარაძის ტევეპირველზე, არც კეზერაშვილის ფორმულაზე და არც გვარამიას მთავარზე. სამივე ეს ფიგურა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კლასტერს წარმოადგენს, კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ნიკა გვარამია სააკაშვილის მთავარი პიარშიკი და მისი უსამართლო მითითებების მორჩილი შემსრულებელი იყო. მამუკა ხაზარაძე მაშინ ბანკირი იყო. და სააკაშვილის რეკეტის სისტემის ნაწილს წარმოადგენდა. რამდენიმე ბიზნესმენს კერძო საკუთრებას სწორედ TBC-ის ჩართულობით წაართვეს. დავით კეზერაშვილი საერთოდაც თავდაცვის მინისტრი გახლდათ. შემდეგ ნაციონალური პარტიის ყულაბის ზედამხედველიც გახდა. სწორედ მათი ტელევიზიები გადმოსცემენ მხოლოდ რომანტიკას. ვინც რეალობას აჩვენებს ეთერში ყველა კადრს უშვებს. როგორც ფოიერვერკებს, ისე პარლამენტის შენობის შტურმს. მათ კამერებს საღებავებს ასხამენ და აბულინგებენ. გამოდის, სანამ თვალებში რომანტიზმს გვაყრიან, რეალობას გვიმალავენ. ეს ვერ იქნება თვითორგანიზებული ხალხის გადაწყვეტილება. გამოდის, რომ პროპაგანდისტული ნარატივი კოლექტიურ ნაცმოძრაობაში კარგად გაწერეს. და ახლა მათ ტელევიზიებში მხოლოდ იმას გვიჩვენებენ, რაც რევოლუციურ ალგორითმში ჯდება. რევოლუცია ბევრჯერ სცადეს. მაგრამ ეგებ ამ ერთმა მაინც გაამართლოს. რომ გაამართლოს, ამისთვის მას გამართული ინფრასტრუქტურა სჭირდება. კოლექტიური ნაცმოძრაობის 3 ტელევიზია, ფორმულა ტევეპირველი და მთავარი მხოლოდ ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. და ვის ვხედავთ ამ არხებზე? სააკაშვილის პროპაგანდაში გაზრდილ ან გადარჩენილ პერსონაჟებს. მაგალითად ნოდარ მელაძეს, რომელმაც ჯერ იმედის დარბევის კადრი გაუშვა მზის პირდაპირ ეთერში. შემდეგ კი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იქ სამუშაოდ გადავიდა. იმ დროისთვის იმედი სააკაშვილის რეჟიმმა პატარკაციშვილს უკვე წაართვა და დაიმორჩილა. მას მაშინდელი თბილისის მერი გიგი უგულავა კურირებდა. ფორმულაზე გამოჩნდა გიორგი თარგამაძე, რომელიც იმედში დაარბიეს. ტელევიზია გაუთიშეს და სიტყვის თავისუფლება წაართვეს. თუმცა შემდეგ სააკაშვილის სათამაშოდ იქცა. ის იყიდეს და ოპოზიცია დაარქვეს. ხაზარაძის ტელევიზიაშია ახლა ინგა გრიგოლიაც, რომელიც 2007 წლის ნოემბერში ასევე დაარბიეს. იმედში პატარკაციშვილთან მუშაობდა, მაგრამ ისიც ჯერ სააკაშვილის მიერ კონტროლირებად რუსთავი 2-ზე გამოჩნდა. შემდეგ სააკაშვილის მიერ კონტროლირებად ოპოზიციაში. ახლაც მის პროპაგანდას ემსახურება. მაშინაც გვატყუებდნენ და ახლაც. არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, ეს საქმე კარგად გამოსდით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი პატარა დეტალია. პატარა იმიტომ, რომ არსებობს კიდევ სოციალური ქსელები, რომელსაც ნაციონალები ამ აქციების დასაორგანიზებლად აქტიურად იყენებენ. მაგალითად, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ინიცირებას არ გაუკეთებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნას. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ილია ღლონტმა ქართული ოცნების ოფისის წინ საპროტესტო აქცია დააანონსა. ეს ანონსი მხოლოდ Facebook ჯგუფში, დაიტოვეში დაპოსტა. სხვაგან ეს მოწოდება არსად არ გაჟღერებულა. ღლონტმა საკუთარ Facebook გვერდზეც კი არ დატო. რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილის კლასტერის ტელევიზიებს ერთხმად ემტკიცებინათ. თითქოს ქართული ოცნების ოფისის წინ ხალხი პრემიერის განცხადების გასაპროტესტებლად საკუთარი ნებით გავიდა. მოქალაქეები აქ მოვიდნენ სპონტანურად, შეიძლება ითქვას, თვითორგანიზებით. მას შემდეგ, რაც გაიმართა პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი, ჯგუფში დაიწყეს ადამიანებმა წერა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გამოსულიყვნენ გარეთ. მოქალაქეები, რომლებიც ოცნების განცხადებიდან რამდენიმე წუთში უკვე მოვიდნენ ქართული ოცნების ოფისთან. ილია ღლონტი ნაციონალებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე, ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ კანონის გაპროტესტების დროს ჩნდება. ჯგუფს დაიტოვეს სწორედ მაშინ ქმნის და ნაციონალებს აქციების დაორგანიზებაში ეხმარება. მანამდე ის უკრაინაში გაქცეულ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ახლავს. თავად ღლონტს,
საკუთარ Facebook გვერდზე უწერია, რომ ის ქალაქ ტერნოპოლის მერის საინვესტიციო მრჩეველი იყო. ტერნოპოლი დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს. ახლაც სააკაშვილის გუნდში რჩება. ნაციონალების საპროტესტო აქციებს აორგანიზებს. დაიტოვეს ორგანიზაციულ უნარებსა და ფუნქციებზე კი სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები წერენ. მათ შორის არის ბათუმელებიც. ჯგუფში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული პოსტი ქვეყნდება, რომელთა შინაარსიც დახმარების შეთავაზებას, მისი მიღების სურვილს ან აქციის სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას ემსახურება. ამ ჯგუფის დახმარებით აქციის მონაწილეებმა ყოფითი ნივთების შესაძენად, ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა საჭიროებისთვის თანხის შეგროვებაც შეძლეს და ახლა ამ ნივთებს აქციაზე უფასოდ არიგებენ, ვისაც დახმარება სჭირდება, ეხმარებიან. როგორც ხედავთ, კვებაზეც იყვნენ პასუხისმგებლები, ფულის შეგროვებაზეც, მის დახარჯვაზეც, უფასო ტრანსპორტირებაზეც და რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტების დაბინავებაზეც. დაიტოვეს გარდა აქციების ორგანიზებაში სხვადასხვა ჯგუფებიც არიან ჩართულნი, მაგალითად ჯიუტები, წინაპრები და დაფიონი. ჯიუტების დამფუძნებელი გიორგი მელაძეა. ის კანვას საქართველოს დირექტორიც გახლავთ. ეს ორგანიზაცია 2023 წელს სუსის საგამოძიებო მასალებშიც მოხვდა და გამოკითხვაზეც დაიბარეს. სუსში 2 ოქტომბერს ითქვა, რომ ორგანიზაცია კანვასის წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. სადაც გადამზადდა ჯგუფი. ჯგუფს ხელისუფლების დამხობის პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა. ეს ის მომენტია, როცა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სხვა ჯგუფს ამზადებს. ახალგაზრდებს სროლას ასწავლის და უხსნის, რა სარგებლობა მოაქვს სისხლიან რევოლუციებს. დიახ, აქაც ნაციონალები. წინაპრებს კეზერაშვილის ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი სოფო ხუნწარია ხელმძღვანელობს. დაფიონსკი ზვიად ცეცხლაძე. 2023 წელს ის უკრაინაში გაემგზავრა. ივლისში ქართულ ლეგიონს შეუერთდა. სამხედრო მომზადებას კიევში გადიოდა. თუმცა უკან მალევე დაბრუნდა და ნაციონალების საპროტესტო აქციების დაორგანიზებაში ჩაერთო. ამ ჯგუფებში ჩნდება ყველა ინფორმაცია. აქციის ჩატარების დრო და ლოკაცია, დღის განრიგი, ახალი კამპანიების წამოწყების იდეები. ჯერ იყო დაგმე ძალადობა. შემდეგ არ იმუშაო მოძალადეების გვერდით. დატოვეს სამსახური. შემდეგ შემოუერთდი პროტესტს. ჩაები მარშებში. მონაწილეობა მიიღე საპროტესტო ჯაჭვში. გაიფიცე. ყველა ამ ღონისძიების გამართვას გამართული ინფრასტრუქტურა სჭირდება. საჭიროა ხალხის მობილიზება. მათი საჭირო და სათანადო ინსტრუმენტებით აღჭურვა. პლაკატების დამზადება და დაბეჭდვა. ფოიერვერკების ყიდვა და მომარაგება. მოლოტოვის კოქტეილების გაკეთება. დროშების აფრიალება. პიარი და პროპაგანდა. ეს ყველაფერი კი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ნაციონალებს ეს ძალიან კარგად ესმით. ამიტომაც ორ ფონდს ქმნიან. და შემთხვევითი არ არის, რომ ორივეს მხოლოდ მათთვის სანდო და ერთგულ ადამიანს აბარებენ. ვინმე ახალ სახეს, ახალი თაობის წარმომადგენელს ან გაჯაზებული ჯენზი თაობის აქტივისტს კი არა, არამედ წლობით გამოცდილ კადრებს. ერთს ნანუკა ჟორჟოლიანი მართავს, მეორეს ნიკა გილაური. ორივე მიხელ სააკაშვილის ერთგული მეგობარია. ჟორჟოლიანი ხაჭაპურებითა და ლობიანებით დარბის. ყველა მიცის, რომ კვებაზე ის არის პასუხისმგებელი. აიტიშნიკები რომ გაიფიცნენ და უპოსტეს კიდეც. მოგუშვიდა უკვე სათხარო. თუ დასველდით, თბილი ტანსაცმელიც ნანუკასთან უნდა მოწებნოთ. თუ ციხეში კითხვა მოგინდათ, წიგნებიც მას უნდა შეუკვეთოთ. დაკავებულების ბარათებსაც მისი ფონდი ავსებს და მათ ოჯახებსაც ეს ფონდი ინახავს. ნიკა გილაურის ფონდს კი სამსახურებიდან წამოსულების მოვლა პატრონობა დაევალა. როგორ ივსება ეს ფონდები, რა თქმა უნდა უცნობია. სამაგიეროდ ყველამ ვიცით, რომ ნიკა გილაური სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი იყო. დიახ, ისევ ნაცები, მაგრამ ყველაზე საინტერესო კიდევ წინ არის. ნაციონალებმა კარგად იციან, რომ მათ ამ საპროტესტო აქციებს მხოლოდ მათი აქტივისტები ესწრებიან. ხალხი რომ მიიტყუონ ატყუებენ. არჩევნებზე თუ იყავით და ვის მიეცით? კი, როგორ არა, ვიყავი არჩევნებზე და მივეცი ლევო ძლიერი საქართველო. არჩევნებზე ხმა მე მივეცი 4 ნომერს. გაერთიანებულ ოპოზიციას 4 ნომერს. რთული არჩევანი იყო ჩემთვის, მაგრამ შემოვხადზე ბაბუკა ხაზარაძის პარტია. 4 ნომერს მივეცი, არის საიდუმლო. და მივეცი ნაციონალურ მოძრაობას ხმა. ხმა მივეცი კოალიცია ცვლილებისთვის პარტიას 4 ნომერი. ოპოზიციურს 5 მივეცი. ვიყავი არჩევნებზე და ცვლილებებს მივეცი. მე 4-ს მივეცი ხმა. მე მხარი დავჭერე თავისუფალ მოედანს და იმ კოალიციას, რომელშიც თავისუფალი მოედანი შედიოდა. აი მე რა ნომერი იყო, აღარ მახსოვს. ვაფრიატი
მეცხრე ნომერს, მეცხრეს მე მგონი. ნაციონალისტებს ის ახლა. ვისასურათები გიდეს ყველა ჯიბეს. ჩვენ სწორედ ეს ოპოზიციური პარტიები აღვიჩიეთ, ჩვენ აქ იმისთვის ვდგებათ. ისევ მათ გადავცეთ ხელში მართის სადავეები. პროპაგანდისტული არხებიდან თუ სოციქსელებიდან გვარწმუნებენ, თითქოს ქუჩაში უკვე ყველა პროფესიის ადამიანი დგას. ისტორიკოსები, ბიოლოგები, მსახიობები, ექიმები და მასწავლებლები, სტუდენტები და ლექტორები. სინამდვილეში ისინი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან. აქტიურად არიან ჩართულნი თავისუფლება მიშას და მიშა კვდებას აქციებში. რამდენიმე მაგალითი ვნახოთ. ეს კოკა თოფურიაა. ფორმულა მას გვაცნობს როგორც საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს იმის საჩვენებლად, როგორ არის ამ აქციებში ჩართული სასწავლო სეგმენტი. და ისიც ამბობს, რომ ეს აქციები მნიშვნელოვანია. კოკა თოფურია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორია ჩვენი სტუმარი. თუმცა საკმარისია მის Facebook-ზე შეხვიდეთ, დარწმუნდებით, რომ ის სააკაშვილის გულმხურვალი მხარდამჭერი და ნაციონალების აქტივისტია. ლევან ბუთხუზი გაგვაცნეს როგორც ბიოლოგი. თუმცა ისიც აქტივისტია, ნაცმოძრაობის ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობდა. ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს აპროტესტებდა. თეა ქარჩავა ისტორიკოსად გაგვაცნეს. წალენჯიხელი ქალბატონი, რომ წალენჯიხის ნაციონალიმერის გუნდის წევრია, ეს არავის უხსენებია. აქტივისტების ასე შეფუთვის ფაქტები ბევრია. უნდათ ხალხი დაარწმუნონ, თითქოს ნაციონალები აქ არაფერ შუაში არ არიან, მაგრამ ასეთი პროპაგანდა აღარ მუშაობს. აქტივისტების პროფესიებად და აქციების უბნებად დაყოფის იდეის ავტორი დოდი ხარხელია. რამდენიმე ხნის წინ ის პოლიციამ გააჩერა. მის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა. ხარხელმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა: რუსული ოცნება, რუსული ტერორი, მარტო იმიტომ რომ აქციებზე ვდგავარ. თუმცა სინამდვილეში ჩხრეკა უჩა აბაშიძის საქმეს უკავშირდება და არა მის ქუჩაში დგომას. საბოლოოდ ხარხელმა ეს ფაქტი აღიარა. თავის დროზე თავად უჩა აბაშიძეც მის დაკავებას თავისუფლებისთვის, რუსეთისა და ხელისუფლების წინააღმდეგ მის პოზიციას უკავშირებდა. ის ხარხელის პირველი ქმარია. გამოძიება მას პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება შენახვას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული ჰქონდათ შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები და ცოლთან ერთად ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს აკეთებდა. არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ საქმეში დოდი ხარხელიც ფიგურირებს. რას ვიზავთ ნოტაციებს ასეთებისგანაც ვისმენთ. ბულინგისა და ხალხის აქციებზე მიტყუების ტაქტიკა ძველ ფორმულას დაყავი და იბატონე იმეორებს. ექიმებთან მაგალითად ნაციონალები, მანანა ჯიბაშვილი და სოფო ჯაფარიძე მუშაობენ. ბიზნესმენებთან ნიკა გილაური, სააკაშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ქართუს გაკოტრების საქმის ფიგურანტი გიორგი ისაკაძე. საჯარო მოხელეების გამოხატვის თავისუფლებაზე ნანა მალაშხი აზრუნავს. ის ნაციონალების ძველი გვარდიის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გვერდით დგას. მათ პარტიაშია. მასწავლებლებთან ასევე ნაციონალების ძველი გვარდიის წევრი ნინო კვიტაიშვილია. ახალგაზრდებთან სააკაშვილთან დამეგობრებული გუბა სანიკიძის შვილი ლევან სანიკიძეა, რომელიც ნაციონალებშია. ასევე იგორ ნარმანია, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა. ქალებთან გიორგი ვაშაძის პარტიის წევრი თეონა ჭალიძეა გამწესებული. თავისი კურატორი ჰყავს მსახიობებს. თეატრებს თვალს მაია გელოვანი ადევნებს. ეს მისი Facebook გვერდიდანაც კარგად ჩანს. გელოვანი ნიას დიასამიძის ცოლია. თავადაც მსახიობია. ნიკა გვარამიას მთავარ არხზე შუადღის გადაცემა მიჰყავს. ასევე დავით დოიაშვილი, რომელიც სააკაშვილის კარის რეჟისორი და პრეზიდენტის კარზე პრივილეგირებული სოფო ნიჟარაძის პირადი დამდგმელი რეჟისორია. საპროტესტო აქციას ნაციონალების პირადი ინტელიგენციაც მხარს აქტიურად უჭერს. ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი. საერთაშორისო აღიარება არა აქვთ. სამაგიეროდ ხაზარაძის დაფინანსებული საბა სახლში ყველას უდევს. მუსიკოსების პროტესტსაც რა თქმა უნდა სააკაშვილის ფავორიტები უდგანან სათავეში. ნიკოლოზ მემანიშვილი, გიორგი უშიკიშვილი, ნინო ქათამაძე და ანიტა რაჭველიშვილი. აქტივისტების გამხნევება და აქციებზე ხალხის რაოდენობის ფალსიფიკაციაზე სააკაშვილის რეჟიმის სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხო სვიმონიშვილის შვილი ზრუნავს. მისი კუსტარულად შექმნილი პლატფორმა ვიზიონერი აქციების შემდეგ აქციის მონაწილეების ფეიქ მონაცემებს აქვეყნებს. ერთი დიდი სისტემა აქვთ აგებული და რევოლუციას ახლა მთელი ძალებით უტევენ. ძალიან ამაყი ვარ ჩემი შვილის და არის პირადი ეს კერძო მისი
ისა და ასე შემდეგ. თუმცა იმიტომ, რომ ეს ძალა ისევ აქტივისტების არის და არა ხალხის, ნაციონალები დახმარებას ლობისტებს თხოვენ. ხალხის მხარდაჭერა რომ ვერ დაინახეს, ევროკავშირს და ამერიკას სთხოვეს ქართული ოცნების გამარჯვება არ აღიაროთო. შემდეგ ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნაზე გადავიდნენ. დროც ცოტა დარჩათ და რესურსიც. ამიტომაც იმალებიან, იფუთებიან. არც გამოჩენა სურთ და არც დაფიქსირება. თითქოს არ არიან. იციან საფრთხობელად უფრო აღიქმებიან. ამიტომაც ატყუებენ ხალხს. თუმცა უკვე არავინ ტყუდება.